Hello, my country, Georgia, and Satsivi, Chakhovili, very good, and nice, country, country, and very beautiful, and მოგესალმებით! გადაცემა სარკასტიკა გახსნილად გამოგვიცხადებია! ეს არის მე-15. მე მგონი მე-15 აუკე ავირიე უკვე მე მგონი თლას აზრი აღარ აქვს. რა დავითვალოთ? ხო, მომდევნო ეპიზოდი და ვიწყებთ გადაცემას როგორ ვიწყებთ აბა? სასიხარულო ამბით. მე ჟრუანტელი მივლის ისე მინდა რომ გახარო. რა? ყველას თლიან საქართველოს ულოცავ ამდით წარმატებას. ჩემო საქართველო, გადაცემა სარკასტიკის სახელით გილოცავთ. ელექტროენერგია ძვირდება! ფასების კომისია მუშაობს. ფასების კომისია ნამდვილად მუშაობს, იმიტომ რომ საქართველოში ელექტროენერგია ძალიან მალე გაძვირდება, უკვე დამტკიცებულია და გადაწყვეტილია. ჩვენ ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა და ისეთი მდიდარი ქვეყნის შვილები, რომ ჩვენთან ყველაფერი უნდა გასწროს. მე ვიცოდი რომ საქართველოს თითქოს დენს ყიდიდა და ანუ აქეთ ვყიდულობთ თუ არათუ აძვირებენ მე. რა ვიცი, მე მგონი ამ ქვეყანაში არ კარგად ვცხოვრობთ, ესე იგი რომ ყველაფერი ძვირდება და ანუ მე ძალიან ასიამოვნები, ესე იგი მე მდიდარი ადამიანი ვარ და მდიდარ სახელმწიფოში ცხოვრობ, სადაც ყოველდღიურად რაღაცა ძვირდება. ეხლა ხილბოსტანი უნდა გაძვირდესო, კვერცხი უნდა გაძვირდესო, კიდევ ამბობენ. მე მაინტერესებს, ხა დეჩემი ევროპაში ცხოვრობს და აი რატო ადარებენ ევროპის ფასებს. ევროპაში საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 7-8000 ლარი და საქართველოს საშუალო ხელფასი არის 1500 ლარი. ეგაც რამდენიმე შეიძლება არც არის საშუალო ხელფასი 1500 ლარი და არც არის საშუალო საშუალო ხელფასი რაღაცა სხვანაირად აქვს გამოთვლილი, მაგრამ ნუ ძირითადად მე ხ ადამიანებს ვისაც ვეკითხები 1500 ლარიც არა 1200 ლარი და 1000 ლარზე მუშაობს ძალიან ბევრი ახალგაზრდა. საწვავი გაძვირდა, დენიც გძვირდება და საწვავი გაძვირდა, ხო. კი, და აი ნახევარი ჩვენი რასაც ვიყენებთ რა, პროდუქტებს და რაღაცებს, უმეტესი არის იმპორტი. და აი არ არსებობს რომ იმპორტი გაიაფთეს. აი ადგილობრივი წარმოება შეიძლება ვთქვათ გაიაფო, იმპორტს ვერ გაიაფებ. ნუ ამას დავაკვირდეთ, ჩვენ ისეთი გუნდის ხელში ვარ და ის ვინც ჩაიბარა ფასების რეგულაციები, რომ მე იმედს ვიტოვებ და მე ვჯერა მათ, რომ ისინი ყველაფერს იზავენ და კვერცხი დაუბრუნდება 10 თეთრს. წამალი 10 ლარიანი დაუბრუნდება ლარს. საწვავი, რომელიც იყო, ეხლა არის 3.50 თუ 4 ლარამდე დაუბრუნდება ლარი და 64-ს და ვისაც ჯიბეში მიქონდა იმ ჯიბიდანაც ამოიღებენ. კაი, ეცე სიწყები რო ახტეს და ერთ კვირაში რო ყველაფერი იაფდება. კაკულია. კაი, სასიხარულო ამბავი თქვით, თუმცა მეორე მთავარი სასიხარულო ამბავი არის, რომ საქართველოში ჩატარდა წლის მამაკაცების კონკურსი, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული და მოდი მიულოცოთ ამ გამარჯვებულს, ეს არის მისტერ ვალენტინი ლექსო დადიანი. გილოცავთ ლექსო. რატო მოწყენი? არა, იცი რა, ანუ ეს ისე სხვათა შორის რა გველი ხარ. შენ ხარ მაგ კონკურსის გამარჯვებული. პირველი გაჩუმდი. შენ იყავი მისტერ ვალენტინი, რომ პირველი იყავი მისტერ ვალენტინი. მოდი ლექსოს ფოტოები ვაჩვენოთ ჯერ და მე გავაგრძელოთ საუბარი. რატო გინდა რა ჩვენ შენ თავს თუ რა ლექსოს ფოტოებს ამოვანათებთ, ვინც გახდა წელს მისტერ ვალენტინი, ლექსო დადიანი, თან გვარიც ისეთი დადიანი და მე მიდი ვისაუბროთ. შეტირებული ხარ, გიხარა თუ გიხარია? რასაზიზღარი ხარ? აი, მაინტერესებს ეს ლექსო არის, ჯერ ხა ახალგაზრდა, ალბათ 22 წელს 3 წლის ბიჭი იქნება და რა იცი 23-22-ის რო არის. შენ თავიდან არ გამოიყურებოდი ისე მე პლასტიკური ოპერაციები და რაღაცეებით ესე? დამიჯერე თამას, მე ყოველთვის გამოიყურებოდი ყველა ასაკში ფანტასტიკურად. აი, მაინტერესებს. ნუ ახლა იდეალურად გამოვიყურები, მაგრამ იმ პერიოდში გამოვიყურებდი ფანტასტიკურად. აი, მაინტერესებს 50 წლის ხდები ხო ისია? ხო. აი ამასაკამდე როგორ მიხვედი, აი? ამასაკამდე მივედი ჩემი იმით ჯანსაღი ცხოვრების წესით. მოდი ახლა მე ვფიქრობ რომ დაურეკოთ ამ კონკურსის ორგანიზატორს
გიორგი ლორენა მასხულიას. მაშინ ჩვენ დროსაც იქ იყო ორგანიზატორი გაიმარჯვე მისტერ ვალენტინის. არა, მაშინ ეს კონკურსი იყო ნამდვილად ღირსეული კონკურსი. რა, იმიტომ რომ შენ გაიმარჯვე და ღირსეული აღარ არის. რომელშიც მონაწილეობდა მთლიანი საქართველოს მასშტაბით ყველა ადამიანი, ეს არ ტარდებოდა რეგიონებში, ქალაქებში, და ასე შემდეგ და გიორგი ლორენა მასხულია არისო ამის ხელმძღვანელი, იყო ძალიან მაგარი ადამიანი. მე ვერ ვერკავი, შეიძლება რაღაცა შარმი აქვს ამბიცი ისეთი, რომ აი ხალხს ნუსხავს. იცი, მოდი კიდევ ამოვანათოთ ფოტო რა პრობლემაა და ხალხმა ხე შეაფასოს სანამ დაურეკავ გიორგი ლორენა მასხულიას. ანუ შენ ფიქრობ რომ არ არის ღირსეული გამარჯვებული? მე ფიქრობ რომ შენს მერე ვინც გაიმარჯვა, აი არც ერთი არ მიგაჩნია ღირსეულად. საერთოდ ჩემს მერე ნებისმიერ რაღაცაში არავინ არ მიმაჩნია ღირსეულად. არც პრაიმ ჰაუსში. შენ არ მოგიგია რა გინდა? მოკლედ ურეკავთ გიორგი ლორენა მასხულიას, რომელიც არის ამ ღონისძიების ორგანიზატორი. ხო ესეა? ხო. და ვკითხოთ რა ჯდება მის ღონისძიებაში გამარჯვება, აი რა თანხა უნდა გადავიხადოთ. რატო რამე დაუფიქსირდა რომ ვთქვა კონკურსებში? ნუ ვკითხოთ ჩვენ. უი? დაკავება? არ ვიცი. კარგი, რადგან გიორგი ლორენა მასხულიას ვერ ურეკავთ, მოდი დაურეკოთ თვითონ გამარჯვებულ. არაფერი გამორთული არ აქვს, ჩემთან ჩართული. დარეკე მაშინ. ჩემთან აქვს ესე იგი. შენ მიმოწერაც ქონია. არა ბიჭო ეს დები. თქვენ დები ხარ დაკალო? თუ როგორ არის თქვენი? ჩახეთული კონეს ხმა. ხალხო მიმოწერა. აი, საგამ წაშალა. სუგულებით იყო. რასაც არის? ხალხსაც მეტი რა უნდათ. ნუ რაც სიმართლე ეგ არის. კაი, არ ირეკება ხა რა სწავლობ მანდ. ანუ ვარსკვლავია, მიუწვდომელია. კაი, მოდი დავრეკოთ თვითონ ლექსო დადიანთან. რა სიძახი? ვინც გახდა წლის მისტერ ვალენტინი, დავრეკოთ ლექსო დადიანს და ვკითხოთ და რა უთხრათ, რა რეკლამაში მინდა რომ გადავიღოთ. ისეთი კაი სხეული აქვს საცულების. CK-ს, Kevin Klein-ის. ლექსო დადიანს არ უპასუხოს. მე მგონი გადაღებებზეა უკვე. ძალიან მოთხოვნადი შეიძლება, ანუ როგორც შენ გაიქაჩე რა, ანუ მისტერ ვალენტინის მე ხო წამოვიდა ბევრი შეთავაზებები და საწყალო მისტერ ვალენტინამდე გაკაჩული ვიყავი მე. ენა ჩაიგდე. ჩემი საერთოდ ვიკიპედია. თუმცა შენ გეგონება სულ გაკაჩული იყავი. როდის დაიწყე ის გაკაჩვა? წლიდან. პირველი რეალიტი შოუ. ის 18-ის უკვე ტელეწამყვანი, რადიო წამყვანი. შენ ეგრე დაიშვი ტრუსიკი თვარკეთილში, მაშინ იყავი გაკაჩული? ტრუსიკით კი არ დავეშვი მე, უბრალოდ დავრბოდი. ნუ არ იღებს. კარგი. სამწუხარო ამბავია ეს, თუმცა მაინც ულოცავთ ლექსოს გამარჯვებას. მე ფიქრობ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს გამარჯვებას. მაგრამ მე ძალიან მინდოდა რომ ამაზე ხა ამბავი გამახსენდა ჩვენი ამბავი, ეხლა ხანსაც მოხდა. მოკლედ თამაზამ როგორც იქნა მომცა უფლება, რომ სავაჭრო ცენტრში ჩემი გემოვნებით შემეძინა მისთვის. ეგ რამელი აქ გასახილველი თემა არის. მოდაზე ვართ და მოდასთან მივედით. ფაიმეს შიში თუ აღარაფერი ვაღარ მეთქე ყველაფერს გადაცემაში ყვები. მოკლედ თამაზამ გადაწყვიტა აიღო ეს ნება მომცა იმისა რომ წავსულიყავი სავაჭრო ცენტრში ჯერ რაღაცა გვესადილასავი და შემდგომ ჩემი გემოვნებით შეგვეძინა მისთვის 60. მოკლედ შევედით ერთ მაღაზიაში ბრენდებს არ ვიტყვი ახლა თავისთავად შევედით ერთ მაღაზიაში აღმოჩნდა რომ არაფერი არ მოსწონს შევედით მეორე მაღაზიაში არაფერი არ მოსწონს შევედით მესამე მაღაზიაში ნუ ვიფიქრე ხა რა ხდება აი როგორ ისეთ მაღაზიებში შემყავს და ისეთ სამოს ვუჩვენებ რომელიც ყველას მოსწონს თან რო არ ვიცმევდი თან ხო არც იცმევს უბრალოდ შეხედავს იძახის რომ არ მომწონს უბრალოდ შეხედავს იძახის არ მომწონს ბოლო საბოლოო ჯამში გამოვედით და მეუნება ესეთ რაღაცას. თუ კიდე შენ თქვი, რო არ დავამახინჯო ტექსტი. არ ვიცი, შენას ამბობ, მე თქვი რომ ის რა ქვია, ახალ კოლექციას დაველოდოთ. ახალ კოლექციას დაველოდოთ, იმიტომ რომ ჯიბეში ედო 300, არა, 285 ლარი თუ რაღაცა ედო ჯიბეში. 300. და ამას უნდოდა რომ იმ მაღაზიებში აი, მე შენ არასდროს აღარ გაგიყოლებ. მე იცი სამას რატო არ გა? ბიჭოს, ნასკს ეწერა 160 ლარი. ნუ ეს არის ბრენდული
და ფეხსაცმელი დავაფასები და რაღაც მეთქი და აი თავიდან მეგონა 180 ეწერა 1800-იო 1800 ფეხსაცმელით არც გავივლი ვაიმე თუ გინდა ხარისხიანი ფეხსაცმელი და ლამაზი და განსხვავებული და რო თქვენ რომ აი რა კარგად აცვი ამ ადამიანს უნდა გადაიხადო მსგავსი თანხა თორე ხა მე იაფიანით მაცვია მაგრამ თუ კარგ სამოსია საუბარი არის ესეთი კარგი სამოსი და მე ხალხო მეუბნება რომ ის რა ქვია აი რო ვთხარი რომ 300 ლარი მაქვს მეთქი და ისევ ძალიან კარგიაო შენ თუ აი არ ვიცი რა ანუ საცვლები რომ მაინც იყიდო ხოლმე ხა მაგალითად CK-ის ტრუსიკიო 160 ლარი ღირს და ხანდახანო ფაზაკლებები არის ხოლმე და ერთი ცალი ტრუსიკი 70 ლარი ღირსო არა 160 ლარში 3 ცალი მოდიოდა 160 ლარში 160 ლარი ცალ მეტროსიკს ყიდულობ მე ესე ვარ მე ყიდულობ მანდ და მომწონს მათი ხარისხი და ბრენდიც მომწონს და აი 160 ლარიანი ტრუსიკი რას გიშვება აი გაფიცებ კომფორტულად გრძნობ თავს რომ მაცვია აი კომფორტულად ვარ ну არ ვიცით მე წლების მერე შენ იმას პატარა ბურთულებს რა დაემართება რაღაც შეიძლება სოკო დაემართება თვის ცვენა დაემართოს ქვება გაგწვიდეს თმაი ну და ისუნთქოს იქაც ვაიმე გეფისები 160 ლარის გადახდას მირჩევდი ერთ საათში ერთხელ გავიქცე ხოლმე ჩავიხადო გავანიებო და ამოვისიო ვიდრე ნუ მოკლედ ვერ შევთანხმდით შენ წახვალ შენ გზაზე და იყიდი ხოლმე მე წავა ეხა მოგზაურობაში თუ წავალ შენ წახვალ შენ რაღაცა მე მაგრამ იქ ვერსად ვერ წახვალ იქ ყველა მაღაზია ეგეთია გინდა არ გინდა მოგიწევს ყიდვა მე აი არა მგონი დავხარჯო ეხა მე აი 2000 ლარს კუტკაში ვერ გადავიხდი კაი არა მაქვს ცხოვრება შენგან განსხვავებით რომ მე აი ესე ფულები ვანიავო ცე მოდი სპონსორები ვთქვათ მაშინ უკვე დავიწყოთ ჭოროობა მაგრამ სპონსორები ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food თბილისში ყველაზე გემრიელი სტრაფიკების ობიექტი რომელიც მდებარეობს ვარკეთილში სუხიშვილის 45-ში ჩვენი გადაცემის სპონსორია მიჰაუსი რომელიც არის ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ლამინატი კაფელმეტლახი და კედლის ნებისმიერი საფარი და სხვა სარემონტო სამშენებლო მასალები მიჰაუსი ასევე შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო არჩევანი თქვენი სახლის მოწყობისათვის ასევე მეგობრებო ჩვენი გადაცემის სპონსორია სანდომი საქართველოში ყველაზე გემრიელი საკონდიტრო ასევე ნაზღო მათ აქვთ სიახლე აქვთ პასკები რომელიც დაამზადა ევროპელმა ტექნოლოგმა არის სველი ნოტიო გემრიელი რომელიც აღდგომას ძალიან უხდება ასევე ჩვენი გადაცემა იწერება podcast point-ში ეს არის სივრცე სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ როგორც პოდკასტები ასევე თქვენთვის სასურველი გადაცემები და კარგი მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ თემებზე რატომ მოიწყის? შენ ჩემზე კარგად აცხადებ. ეს წლების გამოცდილება. მოკლედ ამას იწყება ზაფხული და ისე მიყვარს ზაფხული რომ მე გადავხედე შენ ლუკებს. ეხლა მე სხვათა შორის ცოტა გავსუქდი და საცურაო კოსტუმები არა მაქვს, აი ეს შორტები რა. ხო და აი მე მაგას გადავხედე ზუსტად და რა მე მიყიდე? ნახე ვიდეო არა, ყიდვით ვერ გიყიდე ახლა შენ მაგ ფასიონებს არის მე რასაც ყიდულობ ხოლმე და აქედან გამომდინარე ახლა გავუშვებ ვიდეოს და შეხედე ამ ვიდეოს და ამოარჩიე შენ მაგალითად აქედან რომელი კოსტიუმი გინდა და პრინციპში შემიძლია დაბადების დღეზე გაჩუქო. აბა მანახე. Femi, დაიცე ვერ დავინახე ერთი თუ თავიდან კიდე ჩართე. ისაკ პატარა წი ბიჭო. აი გებიზები. აი ეგეთი პატარა რომ გქონდეს, აი არც ჩავიწმედი თუს. იმენ ჩიტო აპატარა. ზოგმარი ორი აი ამ ბავშვობაში ესეთი საათი იყო კუკუშკას ეძახდნენ და ეს პატარა ჩიტი გამოდი. კუკუ. რატო უნდა ჩაიცო? აი ესე ვიცინეთ ამ ერთ ამ კაცზე რომ იმ ქალზე საერთოდ ყურადღება არ მიგვიქცევი ის ქალი რომ აღჭობელა იმით არის. გინდა გიყიდო ესეთი? არ მინდა ბიჭო, მაგე გინდა ჩაგიწია, გინდა არ ჩაგიწია. აუ ეხა იცი რის ინტერესი მაქვს რომ ეს უკინა როგორი არის? უკან ალბათ ზორტია მოჭერილი. დუმებში ეგრევე. ხო ეგრე? ეგერში შეგვაგინები. კომპლეტი სანაპიროზე რომ ამით გაივლი. კაი, ეხლა მოიცადეთ ამას სუდა გაბნია მაქტროსიკმა. მე მგონი ექტროსიკი გაძია ეხლა. არა იდეოდა წყალი უნდა დაგელი. ეგეთი რაღაცა გწმია? არა ჩაეტევა. ასე დამოიკეცა. და მთიულეთში წავიდე, ხო? რასაც შენ არ მოყვები.
უი, წყალზე გამახსენდა. რა. შენ საყვარელ ადამიანს წყალს როგორ ალევინებ? არ ვალევინებ. უცხოდ წყალს ვაშრობ. ანუ არ გიყვარს შენ მეორე ნახევარს ან რაღაც საყვარელ ცხოველს წყალი დაალევინო? ჩემს მეორე ნახევარს წყალი არ უყვარს. მოკლედ ნახე ვიდეო მაია ასათიანი როგორ ალევინებს საკუთარ ძაღლს წყალს. ხო, აბა დაუსხავს ალბათ ჯამში როგორ დაალევინებს. არა, აი. ნახეთ. ფუფ. აიმე. ტუჩებს როგორ ულოკავს? დაიკარგე. კაი. მოდი ახლა დაურეკოთ. ეხა დაურეკოთ მაია ასათიანს. და უთხრათ ჩვენ ძაღლს წყურია და თუ შეუძლია რომ წყალი დაალევინოს. თავშეთად მე აი ზოოპარკის წინ და იდგეს და ყველას დაალევინოს წყალი. მოქმედი მაია. ეს ზაღლის ისეთი დაჩული ტუჩების იქით არ დგაცდა. ესე იგი ზაღში დათასვეს. არა ისე რა არის. ურეკავთ მაია ასათიანს და ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ აი მე მიუწვდომელი არისო. ძაღლს უწევს წყლის დალევა და გამოიწვა. ისე მე მყავს ახლა ძაღლი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მიუღებელია ასეთი ფორმით რაღაცა წყლის დალევა. შენ ცეთი გათხელებული გაკაიაკით ტუჩები რომ დარწმუნებული ვარ. შეცეკრი ალევინებ. არა, მაიას კაი დაურეკოთ მოგვიანებით, ცადოთ კიდევ. ძაღლს რო დაალევს წყალი მე. ძაღლს რო დაალევინებს წყალს, მეგონი შეიძლება საჭმელს ახლა. ვაიმე უღეჭავს ალბათ და ეგრე. და მერე გავარკვევთ რა მოხდება. კაი, აქვე გეტყვით რომ ჩვენი სპონსორია სამშენებლო კომპანია პარკ ორტაჭალა, რომელიც მდებარეობს გორგასლის 105 ნომერში. თავისუფლების მეტროდან 8 წუთის სავალზე სივრცე, რომელიც არის ქალაქის ცენტრში, ამავდროულად 7 ადგილზე. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია გიორგი პარიზი. მოგზაურობა პარიზში გიორგისთან ერთად. იმოგზაურე და იგრიალე. კაი, გადავიდეთ მთავარი, რაც ყველაზე მეტად უყვარს ხალხს. პრინციპში დაწყებული გვაქვს, ჯერჯერობით არავინ არ გვიპასუხა. ზარები! მოდი, თამუნ ამონაშულს შეეძინა ტყუპები და მაგარია. მოდი დაურეკოთ, ჯერ მიულოცოთ და უთხროთ სამშობიაროში მესამე ბავშვი დარჩა და წაიყვანოს. და მე ცოტა ვერ გავიაზრე. ულოცავ რომ ორი შვილი შეეძინა და მესამე ბავშვი რა? მესამე ბავშვი სამშობიაროში დარჩა და წაიყვანა. თამუნ ამონაშულს დაურეკოთ და უთხრათ მიულოცოთ ორი ბავშვი და უთხრათ რომ მესამე დარჩაო. ეგრე შენს დაგჭა შენი ბავშვი და არავის არ დაურეკია. ხა მე ვიცნობ ტელევიზია. ვიტი. ძალიან დავჭერწე. ალო. ალო, გამარჯობა, თამუნა ხართ? ალო. ისმენდი. ძალიან თორი წუთი რო წაგართვათ, კლინიკიდან გიკავშირდებით. რა კლინიკიდან? სამშობიარო კლინიკიდან. კარგით რა. არა, გამიტიშა. დაურეკეთ, ბავშვი ტირის წაიყვანე. მიტიშავს. დაურეკეთ. უნდა მომესწრო რა. ძალიან გძლათ რას ეუბნები საიდან მოკლედ უთხარი. აღარ პასუხობ. აღარავის უნდა ბავშვი. მოდი შენ წამოიყვანე. ზე მე მყავ ჩემი საკრეფი მე წამოსაყვარია. კაი, ნუ თამუნა ამონაშულმა არ გვიპასუხა. არა, ორი ბავშვი წაიყვანა, მესამე არა. კაი, რადგან რაღაცა არც პასუხობენ, ზოგს გათიშული აქვს, მაია ასათიანი წყალს უსაჭმოს იმძახს. მე თამუნა გულისად გამიხდა, ისე კარგად დაიწყარა, მე მეგონა შენ ურეკავდი. კაი, ეხა დაურეკავ მე. თამაზა მახარობელი. ეკა ბესელიას ჩექმები, ძალიან ცნობილია, კლასიკაა პრინციპში, ის თეთრი ჩექმები, მახრჩობელა ჩექმები. და დაურეკო და უთხრათო ინტერნეტში ვნახე და ეს ჩექმები გაიყიდა თუ არა, იმიტომ ყიდვა მინდა. ეს რა ჭირათ უნდა ბიჭო ეკა ბესელიას ჩექმები. ურეკავთ ეკა ბესელიას და ის ცნობილი ჩექმები ვნახეთ ინტერნეტში რომ ყიდის და იქნება თუ არა გაყიდული ვიყიდით. ალო? ეკა მინდოდა. მე ვარ. კალბატონო ეკა, გამარჯობათ, ინტერნეტში ვნახეთ თქვენი განცხადება ჩექმებს რო ყიდით, თეთრ ჩექმებს და თუ არ არის გაყიდული, სად შეიძლება რომ ვიყიდით, ჩექმების
ისეთი განსაკუთრებულია, ჩემი ბესოლკები და ხმაზეც გიცანით პარტნიორი. იმიტომ გისურვებ სუხიდულობ ხოლმე ეგა როგორ ახარ ეგა? ეხა ჩემი ნაჩუქარი ჩეკმებიაცია. ხარს მაგას როგორ შეველები. მაშინ ის ბეწვიანი მაით მოსაცმელი რო. აი, ჩეთანა წამყვანსო და ის თეთრი ბეწვიანი მოსაცმელი მაით მოგცესო. აი, მაგასე ვიფიქრე. აი, კუკულაკი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ესეც ბავშვია. ესეც ბავშვია, სადაც საყვარელი ბავშვი გიზის მადრეცი. გაწეწილითვით. თუ ძალიან უყარო იმ ჩექმებს დამითმობს. საყვარელია, კი. თუ ძალიან უყარო რომ ჩექმებს დამითმობსო. ჩაფოს ვერ დაუთმობ ფერავის. თან ერთი ზომა გვაქვს ფეხი 42. თუ მომერგება მაჩუკოს. როგორც ნიკამელია მითხრა, მისი ბოროტი ხუმრობა იყო ეს, მაგრამ ერთი ხუმრობით რომ ესეთი პოპულარული ჩექმები რა სამო მაგას როგორ შეველები. ესე იგი ისტორია ეგ ჩექმები ესე იგი. ო, ისტორია, ძალიან საყვარელი. ეკა მადლობა რომ გვიპასუხე და მადლობა რომ აგვყევი ხუმრობაში. რა თქმა უნდა. ნახვამდის გადაცემაში იმედია გვესტუმრებით. კი, დავგეგმოთ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის. ცოტა ჩექმებით მოვა, ჩექმები. იმ ჩექმებს აუცილებლად მოვატანიებ. მოდი ახლა დაურეკოთ ქეთი დოლიძეს. ჩვენი მიხაუსი რა ლამაზად ანათებს. რემონტი გინდა, დავეჯი გინდა. სახლი მიხაუსი აქ არის. მოდი ახლა დაურეკოთ ქეთი დოლიძეს. და შარიანი ქალი როა. კუკარაჩა გააქვს ნანახი მისი? ერთი კუკარაჩა გადაიღო და თელი საქართველოს თავი გადააჭამა. ხო და მოდი დაურეკოთ ქეთი დოლიძეს და შენ დაურეკე ამ შემთხვევაში ქეთი დოლიძეს და უთხრა და კუკარაჩა ორს ვიღებ და ინგას როლში მოვიაზრებ თვითონ ქეთის. ეგ მომკლე შეიძლება მაგანი ძალატოს ჩემზე. მე დაურეკო? შენ დაურეკე. კაი. თან გონი საცემილათაც იწევს ხალხის. იწევს რა იწიოს და იყოს. ვურეკავთ ქეთი დოლიძესო, კუკარაჩა ორს ვიღებ და ინგას როლში მოვიაზრებ. კუკარაჩა ბოლოს შენ იქნები. არა, მურტალო ხარ. ქეთი მინდოდა? ბაიმე. მე ვარ. ქალბატონო ქეთი, გამარჯობა, ჩვენ კინოცენტრიდან ვრეკავთ, ახალგაზრდა ცენტრი არის. ესე გადავწყვიტეთ, რომ კუკარაჩა 2 გადავიღოთ და მოვიაზრებთ თქვენ როლს, ინგას როლზე მოვიაზრებთ თქვენ თავს. რამდენად თანახმა იქნება? მაინტერესებს იცით, აი, მაინტერესებს ხარ ნორმალური ლიოს არ ლაპარაკობთ. ნორმალურ ხმაზე ხართ. რაღაცა კაცის ხმა გაქვს და კაცი რო არა ხარ, არ გწყვეტია. კაცი რო არა ხარ, ეთქობა ქალებში ძალიან გიჭირს. დიახ. ეგეთ კაცი ხმა, ეგეთ რამეზე რო დარეკავ და სვედან იქცევა, ესე იგი ქალებში დერ. არა, ქალბატონო ქეთი, ჩვენ აბა მოდი ჩემი ხმა მოასმენინებ მე აი. არა, ქალბატონო ქეთი, ნახეთ, რამეც სუხوارვი და კუკარაჩა მოდი ხა დაურეკე და მე დაველაპარაკები ჩემი ანუ მეც იქნება და ვაფშე ქალებში იქნება წაგვიყვანოს ქეთი. სადაკა. ქალბატონო ქეთი, გაითიშა ერთი წამი თუ შეიძლება რა რო კითხოთ რა. აი გეუნიბეს გწევს და ანებე თავი. როგორი არ მეგონა რა მოხდა კუკარაჩა ორს ვიღე. არ მეგონა ესეთი მაღალი დონის ქალბატონი, ესეთი ხელოვანი, ესეთ შეურაცხყოფას თუ მოგვაყედებ და თეთრა რა უეჭველი გცემს. მითიშავს. მოგეთ ქეთი დოლიძე გამოგვანძღა. გვითხა რომ ხმაც ნორმალური გაქო, ლც არა გაქო, თუმცა ლ ბერს აქვს. გამოგვიგზავნა ბოდიში ვერ გპასუხობთ. ქეთი დოლიძე. ინგლისურად. მოკლედ რა ლც არა გაქო, კაცის ხმაც გაქო, მაგრამ როგორ ჩანსო პრობლემა გაქო, ქალებში არ ხარ ნაპყოფიო. ქალბატონო ქეთი, იქნებ დაგვეხმარო და ქალებში წაგვიყვანოთ სადმე. მე ჩემზე გარუთქია, შენ უნდა წაგიყვანოს. ხო, წამიყვანით დამავაში კაცეთ თუ შეიძლება. აი, ქეთი დოლიძესა ზარი პრინციპში შედგა უბრალოდ ცოტათი აგრესია. რა შედგა რამის მოგკლა. კიდე ღმერთო შენი სახელის ჭირიმე მიარ გააკეთა. არა, ღმერთო შენი სახელის ჭირიმე რომ მიარ დაველაპარაკე. მოდი დაურეკოთ ცნობილ ექიმ თმის გადანერგვის მიმართულებით დია პაპასკის. და ვუთხრათ რომ თმის გადანერგვა ჩემი მეუღლეს აქვს ფეტიში და უნდა რომ საჯდომზე მქონდეს ძალიან ბევრი თმა და კუდუსუნზე
და კუდუსუნზე განსაკუთრებით ბევრი და თუ არის ამის გადანერგვის საშუალება. თან რო გადაგვინერგოს ხუჭუჭა. ხუჭუჭა შევთახ, ჯერ თუ შეიძლება რომ გადანერგოს. საიდან ანერგავ? აი, გინდა რომ ეს თმა ჩაგიტანოს ტრაქზე? წაიღოს ტრაქზე, ხო? კაი. აი, თეთრი ტრაქი გეკნება როგორ იცი ფიტკინა? დია პაპასკი. ყოველდღე რო ივაწყნი. მაინც კუდუსუნი რატომ მოგაფიქრდა? ეს ცნობილი სახები ისე შეშინდნენ, რომ ან ტელეფონს არ პასუხობენ, ან საღამოს საათებში ტელეფონს თიშავენ საერთოდ. აბა ღამის 11 საათზე რომ მოგინდა კუდუსუნზე თმის გადანერგვა. 10 საათი არ არის ჯერ, რაც უკლია 5 წუთი. არის. დია მინდოდა. ქალბატონო დია, გამარჯობათ. იცით რა, კლინიკაში ვიყავი დღეს და მითხრეს, რომ ქალბატონ დიას დაუკავშირდითო თქვენი ნომერი მომწეს, იმიტომ რომ ისეთი დელიკატური ამბავი არის, რომ უფრო დიასთან გაარკვევთო. იცით, ჩემი ტელეფონი ვინ მოგცეთ? თქვენ კლინიკაში მომწეს დღეს ექიმს ვესაუბრებოდი და მითხრეს, რომ ისეთი დელიკატური ამბავი არის თქვენი პრობლემაო, რომ ჯობია ქალბატონ დიასთან პირდაპირ გაიაროთ კონსულტაციაო. ჩემ ტელეფონს ზოგადად არ იცლები, ან ქალბატონმა ეკა მოგცეთ ჩემი ნომერი? არა, ქალბატონი ეკა არა. გოგონა იყო, ქერათმიანი გოგონა იყო თქვენთან. კი ბატონო, გისმენთ ყურადღებით. იცით რა გვინდა ქალბატონო დია? ჩემ მეუღლეს აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ კუდუსუნზე გადავინერგო თმა და ეს რამდენად არის შესაძლებელი? მაშაყირებთ არა? არა, ჩემ მეუღლეს. სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ? არა, ჩემ მეუღლეს სურს, რომ ესე კუდუსუნზე მქონდეს თმა. გაჩა ერთი წუთით რანაცნობი ხმა გაქვს ხოთაშორის. გიორგი. არა, გიორგი არა, დავითია. დავითი მქვია. დავითი ქვია. უბრალოდ ჩემ მეუღლეს. აბა შაყირი, გავაგრძელოთ თანახმოვარ. აბა ვიშაყიროთ. მოკლედ, თქვენს მეუღლეს სურს. ჩემ მეუღლეს სურს, რომ ჩემი საჯდომის, აი კუდუსუნის ნაწილი იყო ძალიან ძალიან მეჩნდება. არა, დია ხა სხვა რამე რა იქნებოდა, სასაცილო კუდუსუნზე რო წოს მოთხოვნა რომ თმა რო გადაინერგო კუდუსუნზე. არა, ვიცი რა, ჯერ თავიდან დავეჭოდი, რომ ჩემ ნომერს ესე მარტივად არის. ხო ვიცი და აი არ ვიცი რომ კი, ისე გადაუნერგიათ კუდუსუნზე თმა თუ არა? არა, თან აგრძელებენ. არა, გადაუნერგი. ხო და პირველი იქნება ნაზრაელი იქნება. კი ბატონო. იღლიაში მგონი. აი იღლიაში უნდა თამაზაც იღლიაში თმა არ ამოვიდეს. ხო, ძალიან თხელი მაგ. როგორ ხარ? კარგად შემოუქრო, შე როგორ ახარ? დია, მადლობა რომ გვიპასუხებ. გამოვიდა ზარი, ძალიან კარგი ზარი გამოვიდა. ცელოიო, კარგად. პაკა, კარგად. მოდი ახლა დავურეკოთ ვერიკო ტურაშვილს. დაელაპარაკები ვერიკოს. ვერიკო ტურაშვილი, ტრიკო. ხო ვიცი, კაცო, მე მაგას ვარეკლამები ტრიკოს. იცი რა უთხრა? გიცნობს ხმაზე ვითომ? იცი რა არის? შეცვალე, რომ უთხარი, რომ მის ნაყიდმა ტრიკომ გამონაყარი და სოკო დაგმართა ისა ფეხებს შორის. ოღონდ ძალიან შეიცვალე ხმა. ვურეკავთ ვერიკო ტურაშვილს, რომელსაც აქვს თავისი მაღაზია, ბრენდი ტრიკო. ალო. ვერიკო, გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად, გამარჯობა. იცით რასთან დაკავშირებით გაწუხებთ? თქვენს მაღაზიაში, მოლში შევიძინე, ტრიკო გაქვთ ესეთი კომპანია, ხო? თქვენი არის. ხო და შევიძინე ტრუსიკი და არ ვიცი რა მატერიისგან იყო დამზადებული, თელს ხეულზე დამაყარა და თან ვერც ვიხდი ისე მიჭერს ეს ტრუსიკი. აი მე ჩემო საყვარელო, შენ სულ გეცვა ტრიკო და ეხლა რატო დაგაყარა? ვერიკო, როგორ ახარ ჩემო გადავიქო? ხმას, რა ვერიკო, პრივეტ. ხო გითხარ. როგორ ახარ? მე ხარ არც ხმა შემეშლებოდა, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ შენ მუდმივი მომხმარე. ეხლაც ტრიკო მაცვია. ხო და ეხლა ტრიკო გაცვია, უნდა გამოგიგზავნოთ ნაირ-ნაირი ტრიკო. და იმე შენ შემოგევლე პიჟამოები.
რაც გინდათ მოგიწებათ ორივე. მადლობა ვერიკო, მადლობა ვერი. აი მომღერალს არ უნდა დაურეკო, ისეთი სმენა აქვს რომ ხო, აი ეგ არის პრობლემა. თან სასწაული მომღერალია და ვერიკო კოცნი ძაამებს ვერიკო. ტრიკოებს ველოდებით. აუცილებლად. პაკა. დაურეკოთ მაია ჯაბუას და ვეუბნებით რომ მზიურის ახალი ვერსიის გადაღება გვინდა და გვინდა რომ მონაწილეობა მიიღოს. და გემი უკვე ჩავსვით. ქალბატონი მაია მინდოდა. ქალბატონო მაია, მოკლედ კინოცენტრიდან გირეკავთ. მზიურის გადაღება გვინდა განახლებული, ანუ ახალი ვერსიით, ანუ როგორ არიან ადამიანები უკვე რაღაცა დიდი წლების შემდეგ. და გვინდა რომ მონაწილეობა მიიღოთ, რამდენად დათანხმდებით რომ მოხვიდეთ ჩვენთან. თქვენთან სად? ფილმში რომ მიიღოთ მონაწილეობა, უბრალოდ პატარა კასტინგები იქნება, რომ გავიაროთ რაღაცები ერთ-ორ სიტყვით წაიმღერებთ იქ და შეგაფასებენ ეს რეჟისორები. თქვენ გარეშე მზიური ხო ვერ შედგება? ხო და თუ ვერ შედგება რა კასტინგი მინდა. ხო, მაგრამ აი მაინც არა, სხვა რაღაცაა, თქვენ არჩეული ხართ უბრალოდ როლი რომ უფრო სწორად მოგარგონ რეჟისორებმა. ძალიან ძალიან დაკავებული. და თამრიკო ჭოხონელიძეს რა უთხრა? თამრიკოს გაეხარდება ვერ უარი გითხარ. არა, თამრიკომ თანხმობა განაცხადა. არა, კი განაცხადა პირიქით თამრიკო, მგონზათ არის. მაშინ გადაიღეთ თამრიკო და ეკა და თამრიკო და თქვენ არის. რა ცუდი ხმა კარგად არის. კარგი. კარგი. ხო ვიცი ვინც ხარ გეყო. მაია სალამი როგორ ახლა? მაგდენის მენა მაქვს, გიცნო. ესე იგი გია სურამელაშვილიც ისე ხმაურობს აქ დარბაზში იბრძოდა რომ არ დამერეკა შენთვის რომ არაწყენინოთ მაიასო. არა. საზიზღარი. მადლობა მაია რო გვიპასუხე. ძალიან დიდი მადლობა. კარგად. იცია მე ვფიქრობ რომ რადგან ეს არის შედგა და რადგან მზიურზე გადავედი თამრიკო ჭოხონელიძეს უნდა დაურეკოთ. ქალბატონო თამრიკო გამარჯობათ. იცით ბოდიში ესე გვიან რომ გაწუხებთ ჩვენ გვინდა რომ ჩემი ბავშვი მოგიყვანოთ თქვენთან სტუდიაში და როდის არის შესაძლებელი? მე თქვენ ტელეფონს მოგცემთ. და უნდა დაწეროთ ის რა ქვია, დაუწეროთ რა ვიცი, ემილას ანუ დაურეკოთ და აი რო გიმღეროთ ორი წამით და რომ მოისმინოთ. სმენა თუ აქვს. აი უბრალოდ სმენა თუ აქვს რომ მე აღარ ვიწვალოთ მოსვლაზე. არა, აბსოლუტურად. საყვარლი საფლავს ვეცებდი. რომელი ხარ? ვერ ვნახე და კარგი, უნიჭერი ხარ. აქვს სმენა? მე რომელი ხარ მისარი გამწოლია? დათო ვარ, დათო. აი ინგლისური შარაკუკარელა შალალა შარაკუკალე ესაა ხო შარაკუკარელა ქალბატონო თამრიკო გადაცემა სარკასტიკი და გირეკავთ კომიტიშო შარაკუკარელა მიმენა დააბლია რომ აი რანიჭი იკარგებაო შეიძლება ითქვა რომ შეიძლება თელი ოჯახი ჩამეცირა გაიგე და არ შემიშვე სტუდიაში ეგენი ხო დედაბოდიანიან ბღერიან ეს თავის შვილების ყველა და შარაკუკარელა ისეთი ნოტი ავიღე რომ აი იგივე მიხდა რომ აი იცი ძალიან მომეწონა ეს დარი ხო არა ხო მოკლედ გავრცელდა ექსკლუზიური ამბავი რომ უახლოესი მეგობრები რუსა მორჩილაძე და ლელა წურწუმია იჩხუბეს რა სიცახე რუსა მორჩილაძეს დაურეკა რუსა მორჩილაძე ქალბატონი რუსა მინდოდა ჩვენ რეკავთ სიტყვა და საქმის ონლაინ გამოცემიდან. სიტყვა და საქმის სამშუაღამისა. იცით რა ექსკლუზიური ამბავი მოვიპოვე და გვინდოდა პირველები ჩვენ ყოფილიყავით და თქვენთან გვინდოდა გადამოწმება. რამდენად მართალი არის რომ თქვენ და ლელა წურწუმიას შორის ამდენ წლიან მეგობრობაში შავმა კატამ გაირბინა. შავმა კატამ არა. ვიდეო მასალაც არის. შავმა ფოცხერმა. შავმა ფოცხერმა. და რა მოხდა სიმართლე რო ვთქვათ? მართლა იჩხუბეთ? არა, არ ვიჩხუბია. გაბუტულები ხართ? არა, არა ვარ გაბუტულები. არ ესაუბრებით? ვესაუბრებით. რა დღეებში? ოთხშაბათი და პარასკევი.
და ის მართალია რომ სიმღერები აღარ მიეცით უფლება რომ თქვენი სიმღერები ემღერა. არა, ლექსები. ლექსებს, ლელა ლექსებს კითხულობს, როდის კითხო რომ დღეებში? ორშაბათი ხუთშაბათი. პოეზიის საღამო. დიახ. ვაიმე რა ეს? უბრალოდ დაგიდგა ნაზღაიზე არ. დაიხჭო გია სურამელაშვილი ამასობაში სტუდიაში. ვაიმე გიუნა ჩემო სიყვარულო სათხა. აქ არის სტუმრად არის ჩვენთან. იო, ეხა უყურე ხოვდი მოეცა თამაზის ტელეფონი. რო ეს იგი მაშინ დანუკას შოუში ვუყურე და გული ძალიან აი აქ არის. დაიმე შემოგივლე. მინდოდა რომ მოვფერებოდი ბავშვს და ძალიან დიდი მადლობა. რა ბავშვი ფაჩაში მათ შეყავს დამალული. გალო რა ბავშვი. ბიჭო. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონოს. ბავშვებო ძალიან წარმატებულია თქვენი. რუსა ძალიან მიყვარხარ ძალიან და შენ ხო იცი შეპირებული ხარ ერთ სიმღერას ჩაგიწერო მეო შენ აუცილებლად თუ. აუ დუეტი რამეც რომ მოვიყვანო თამაზა? მოიყვანე თამაზა. დუეტი. всё, მოვა რუსა კოცნი მიყვარხარ. კარგად. აუ რა მაგარია. კოცნი პაკა. კაი. სარკასტიკის ჰიმნიც ამოვიგდეთ. შენ რატო შემომეტენი? მე ეს იყო ჩემთვის პერსონალურად სიმღერა რუსასგან რომ რაღაცა დრამაში შესულიყავდა. რა თქმა მე ღიჩენ დაგარალი. მარტო რა უნდა იმღერო ხავი ხარ გიშივით. აი შემიძლია ვიმღერო ბავშვს დაკარგულ ბავშვს და შენ იყო ის ბავშვი. ისე როგორ თავში აგივარდათ თომილ ვარსკვლავებთან რო გაქვს დუეტები ჩაწერილი. ნინო ჩხეიძე და ნინო ჩხეიძესთან მაქვს 3 დუეტი, ლელა წურწუმიასთან მაქვს დუეტი, ამავდროულად მაქვს აკაპელა. აკაპელა რა არის? სოლო უკაცრავად. ეხლა გაგაბანძო აკაპელა შეგვისრულე. დავაი. მე რო უფასოდ ვიღაცის რაღაც ნათქვამზე რაღაცები მეკეთებინა, მე არ ვიქნებოდი გიორგი ნაზღაიძე. გადაიხადე, დადე ფული და შეგისრულებ. იქნება, მოდი აბა დაიწყე, ერთი ნოტია იღე. ფული დადე და შეგისრულებ. დღეისათვის ფიქრობ რომ ზარები შედგა? იმღერე. არა, ფული დადე. ის სიმღერა იმღერე ინოსთან რო იმღერე. რომელი? ხეიძესთან. ალუბლები შესულიყვნენ მწიფობაში. მიდი. რო ვიტყვი მე რაღაცას არ მოხდება შენი ეს ბებერი ფან-კლუბი მეც იმახომე ნაზის თამაზას რატო ჩაგრავდა ალუბლები საერთოდ არ მიმღერია აბა მარა იმღერე გაჩუმდი კარგი დღეისათვის ზარები დასრულებულია წარმატებული იყო შემიძლია ვთქვა დღეს ხოთშიც არაფერი არ გამიკეთე არც დამირტყია შენთვის არც დამიჩაგრი ხარ და არაფერი აი ღმერთო მაინც რა არის ასაკი ღმერთო ყველა დიდხან საცოცხლე და როგორ მალე გავიწდება წეღან ისე შემომარტყის კამინა გადავარდი მოდი წყალი დაგალები კაი დავანებდი მომჟორდი აქედან კაი 20 წავა ფუილო ზარები დღეისათვის დასრულებულია პოცი ხო ჩემი პოცი ვაიმე ჩემი შენ დაკარგე დავკარგე ასევე მინდა გითხრათ აქვე სპონსორები სანამ სტუმარს გამოაცხადებ სტუმარი გვეყოლება ფანტასტიურად გრანდიოზული მანათობელი კაშკაშა ვარსკვლავი ამ ბნელ საქართველოში რომელიც მუდმივად ანათებს როგორც ჩვენ ჭერზე ნატურა. ესე იგი ჩვენი გადაცემის სპონსორები არიან სამშენებლო კომპანია პარკ ორთაჭალა რომელიც მდებარეობს გორგასლის 105 ნომერში სივრცე რომელიც მდებარეობს თავისუფლების მეტროდან 8 წუთის სავალზე ადგილი სადაც სიმშვიდეში ხარ და ამავდროულად ქალაქის ცენტრში. შვენიერი. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food. თბილისში ყველაზე გემრიელი ტრაფიკების ობიექტი, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში, სუხიშვილის 45-აში. ასევე გიორგი პარიზია ჩვენთან ერთად, თუ გინდა მოგზაურობა პარიზში, ამ შემთხვევაში გიორგი პარიზი არის. ჩვენ რომ მივგრიალებთ 15 მაისს. მიჰაუსი ჩვენთან ერთად არის, აშენე და იგრიალე და ავეჯი შეიძინე. კაი ამინდები გამოდი და მიჰაუსი უნდა დაეშვანო, კაი რემონტი მოსწონ. და ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია სანდომი. სააღდგომო თუ გინდა კაი გემრიელი პასკა შეიძინო, რომელიც ევროპელმა ტექნოლოგმა დააბზადა. აი, ჩვენ სანდომს და მთავარი ამბავი ტურისტი შევიკრიბეთ. ჩვენი გადაცემის სტუმარია. ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ამოსული ვარსკვლავი ბაჟიშვილი გაიძე ძოლი არ ყავს უნდა დაოჯახება ბევრი ფული აქვს ოქრო აქვს ბინებს ჩუქნია გარეგნობა რომელზეც ისეთი გარეგნობა აქვს რომ ხალხი გონებას კარგავს და ის არის უკვდავი გია სურამელაშვილი всё ვიწყებთ ამ ჩემ ფეხებს უარ და მოდი ახოს რა მეზობელი ბავშვი დამიჯეკი შორს ვერ გავიგე მოდი ჩვენთან ყველა მიცის რომ ძალიან გიყვარა რა როგორ და იქნება და ჩემკემიდა რომ მოიწიო არა მაშასე გადაცემა სარკასტიკის
სტუმარია მუდამ კაშკაშა, მუდამ ახალგაზრდა, მუდამ წიწყვი ბიჭი. გია ცურაველაშვილი. ეს ხელი ჩეხება, გადავედი კონტაქტზე. იცი რამდენს უნდა რომ გიას ხელი ჩეხოს, მაგრამ ვერა. რაღაცა მასონური რაღაცა აქვს ჩატარებული. რა, ჩემს სიყვარულ ხალხთან მოვედი, ხო რა ვიცი აბა. გია როგორ მე რომ მიკროფონს აიდახე, მიკროფონს ვუსწორებ. როგორ ხარ? ვაიმე, ხა თქვენ თუ არა ვერსად ვერ წავიდოდი ბავშვობა, იმიტომ დილიდან ძალიან ცოტა ისეთი ის გქონდა, მაგრამ არა უშავს როცა მიყვარს ადამიანები, რა ვიცი. და ჩვენ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი, ვიცით რომ დაკავებული ხარ საგურამოში რემონტი გაქვს ხარ. ყველა სამშენებლო კომპანია რაღაცა ყველაფერი ჩემო. გიას დავუკავშირდით რაკეთებს რემონტს. აბა ხაბარა? გია, ძალიან რთულია შენი მოწვევა გადაცემაში ზოგადად. ესე იგი ამ გადაცემას ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს, ძალიან ბევრი მწერდა. ერთი მინდა რაღაცა ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან უყვარხართ ბიჭებო ხალხს. შენ უყვარხარ და არა, ნუ ეს სხვა არის, მაგრამ აი თქვენ ძალიან უყვარხართ. მე ძალიან გვიხარია, მაგრამ ეხლა შენ ხარია, რომ ეს შენი მოწვევა გადაცემაში არის ძალიან რთული. ძალიან მოთხოვნები გაქვს, როგორ ის. აი როგორ აი ვარსკვლავი რო ხარ, ვარსკვლავური მოთხოვნებიც გაქვს. თქვენთან? არა, ზოგადად ვიძახი. ჩვენთან არ გაქვს, მაგრამ ეს ზოგადად გაქვს. არა, ხო და ვარსკვლავი არის ერთადერთი ვიცი გია, რომელიც ითხოვს, უკეთებენ, უსრულებენ და რა არის მთავარი მოთხოვნები შენი რა უნდა დაგახვედრონ, როდესაც არა, მაგრამ ხა ეგეთი რაღაცები ამინდა ხა მე აქ. ნუ ყვავილები ბევრი სასმელი. შენ მოხევი და ჩვენგან ეხლა თხილეული, რა ვიცი, კიდე გამახსენეთ. ჩვენ რო გვინდოდა შენთვის აი ბევრი რაღაცა უნდა იყოს ნომერში, სადაც მე ვცხოვრობ. ნომერში და სტუმრათაც რომ მიდიან იქაც. სადაც კი. ხო და ნახე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რადგან შენ ჩვენთან მოხვედი და შენ ჩვენ გვიყვარხარ, უნდა ესე დაგხვდეთ ღირსეულად. და ესეთი კომპანია არის 1973 Flowery, რომელიც მდებარეობს კეკელიძის 2 ნომერში. ეს არის გუნდი, რომელიც არ ქმნის უბრალოდ თაიგულს. და ერთადერთი მაღაზია, რომელმაც აი დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები რა. რას მეუბნები ბიჭო? ჩემო სიყვარულო შენ. თაიგული ნახე. ეს რა არის ბიჭო? აი ეს არის შენი თაიგული. Oh my god. აი ამ კომპანიამ 1973 Flowery-მა გამოგიგზავნა დიდი სიყვარულით, იცოდა რომ გიყვარს შენ ყვითელი ვარდი, გიყვარს ტიტები და დანარჩენი თავის კომპოზიციის. შენ იცოდი, მაგათაც ხარი ხო, ჩემო სიყვარულო. რა როგორია შეხედე? თუ გსურთ აი ესეთი დაუიწყარი თაიგულები, ესეთი კომპოზიციები კეკელიძის 2 ვაიმე რა ცუდად გავხდი. 1973 Flowery, ეს არის სიუჟეტად შეგიძლიათ ესეთი ულამაზესი ეს რა არის ბიჭო ეხლა? თქვი ეხლა. ყველა ყვავილია ის, რაც მე მიყვარს. ხო და აი აქ შეგიძლიათ დადო ეხლა შენ გვერდზე მაგითაც და შენ გვერდს რა მძიმეა, რამდენი იმითა ნახე. რელამაზია. დამშვენებ შენ. აი ხალხო მართლა არ მინახია, 100 ჯერ გავედი, გამოვედი. სათქლსა? ზემოთ ქონდა დამალული. მე მგონია მოყირავდება. არა. ხოლამაზია თქვი. შოკი, რაც მე მიყვარს ის ყვავილები ხალხო, მადლობა რა ქვია. არა, ეს გოგონები ქმნიან სასწაულ რაღაცებს და კომპანიას რა ქვია? 1973 Flowers-ი. ესე იგი ჩემი წლევანების ის ნომერ 2-ში მდებარეობენ გოგოები. მოკლედ გია. ესე იგი, გვიხარია რომ გაგახარეთ. მადლობა გენეცალე. და დავიწყოთ გადაცემა. ხო იცი ხა სად გადაცემა რაღა? იცი სად ხარ ხა მოსული შენ? ამახ შემაწუხ, ოკეი. ესე იგი, მოდი ახლა დავიწყოთ იქიდან. მითხარი, პირველი ამბავი, ახალი ტატუ გაქვს კერძ, ისა კალამზე. ამას კითხე, იაპრეჩამდა. ხო და რა სიხატავდი ეგ მითხარი? არა, მინდა და ვებხი ლომი. და ეს კატის კუნოვის ბოკვერი რატო დაიხატე? აი მოკვდა. ეს არის გადასარევი შენ. კატის ბოკვერია რა, აი ვებხვი და ის, ნახე. შენ ახარ კატის ბოკვერი. აი ჩარტყი ერთ. ძალადობას ავრად ბავშვები გიყურებენ. დედის წყნა. რა იყო მიკროფონის გეშინია თუ რა? არ მეში, კარგად დადგი, აქ დადგი, ბიჭო, დადგი ესე. თამას დაიჭირე. ნერვები არ ეს სხვა შენი არის, მისოდა ჩამ, აი. Okay. Very good. ეს ინგლისურად როდი დავიწყეთ საუბარი? მე რა ვიცი რა თქმა. Let's go bitches. Okay. ამასე. აი მინდა რომ მაგრას. ხო რა ჩართული ბავშვებო. კი, რა თქმა უნდა. Oh my god. ეხლა რა მითხარ, ეს ოქრო არ გამწიმებს?
თქვენ მაჩუკეთ არ დაბამძე. აბა ამას მე გამიკეთებ. ეს სუ ოქროა თუ არის ბიჟუ? არა, ბიჟუ არის კი. როგორ არის დებილი? აი. პატარა კლეოპატრა. აი ესე აი. არა, როგორ არის ბიჭო? აქ არის. შენ ხარ ოქროს ბირჟის აი საოცნებო სახე. აი ზემოთ უნდა იყოს ეს გაკრული წამოწეული. სან ოქრო როა? აქ 5 6 ვინ ჩუქნის ამერს? მესენ შენ მოჩუკე დებილი. არა, მე გაჩუქე გავიგე, მაგრამ ამდენს ვინ ჩუქ. ნაზრაიძემ გაჩუქა ოქრო? კი. რატო უნდა ჩუქებინა? რომელი ოქრო გაჩუქა? ნაზრაიძე ჩემი გულია. მე მგონია რომ გადაამატო ბიჟუტერია იქნება. არა. კეთე, რა პრობლემა. ხოდა ვინ ჩუქის ეს თაყვანისცემლები ჩუქნიან, შენი ყოფილი შეყვარებულებისგან და არის დანატოვები თუ როგორ არის? იმათი დანატოვებული ამოდედაც შევეცი. ეგ ცოცხლები აღარ არიან, ხო შენი ყოფილი? 1 2 3 დარჩა. მოიცა მართალია ეს 4 რო ცოცხალი აღარ არის, შენ რო დაწყევლე თუ რაღაც. 5 აღარ არის ცოცხალი. მე 5-იც მოკვდა. მე 5 როდის მოკვდა? ეხა 6 მკვდება და მე 7 შენ არ იყო. მე ძალიან ძლიერი. გამაგება. ვიმე? ეს რა არის? ეს შენთან მოვიდა მეორე თაიგული. ეს რა არის გოგო? ჩემო სიყვარულო. ვაიმე მადლობა მე. გადაგიჯოკრათ, მოდი გაკეთე. ვინ გადამიჯოკრა, შეხედე ჩემი თაიგული. ვაიმე. ცოტა მოდი თქვენ ფანი ხართ გულშემატკივარ თუ დიახ, თან მეგობრებიც ვართ. ცოტა სიამოვნო. გადატყეხილია ნახევარი ვარდები. მოსპო. აბა გაუტყდა გაიგე. არა, ეს სამძიმრის არის და ეს არის სიხარულის. სამზრის წები. ფეშენ თაიგულია. არა, თან მე-7 კვდებაო, ხო თქვი და მე-7 შეგიძლია წაუღო ეს. ხვალ ეს აღარ იარსებებს. ოკეი. ესე იგი მე-6 კვდება. და რას აკეთებ? ჯადოს ხარშავ თუ ვიღაცას ახარშინებ თუ რატო კვდება ეს? რა ვიცი ეს შემიძლია შეგაყარა თავი. ხო და რა ისინი როგორ კვდებიან აბა? რა ვიცი იხოცებიან თავისით. არა არსებობს შენ რაღაცას ის გეხმარება ჯადოს მოხარშვაში თუ როგორ არის? იცი რა არის? იმდენად სექსუალური იმდენად ლამაზია რომ ამას შეხედავენ ეგრე აღარ ურიგდები გაიგე და რო აღარ ურიგდები. დარდისგან კვდებიან. დარდისგან კვდებიან. ეხა ყავ შეყვარებული. არა. ნუ იტყუები. არა შენ დასკებთ. აბა ეს იმათ უყვართ, მაგრამ ერთი წამის ახალი ტატუ უბრალოდ არ არის გაკეთებული. არა. რაღაცა შეყვარებულია ჩემი შვილი, შვილი, ჩემი ყოფილი ცოლი, ყველა მიყვარს რაღაცა ესე ვარ. მოიცა შენ ბაბუა ხარ ხო? გია ბაბუა. პაპა. ქსიამონო ეს ბაბუას რო გეძახია? არ მეძახის. აი პენსიაზე ხარ ხო უკვე თუ არა ჯერ? ხო არა პენსია, რა თქმა უნდა. შენ დადიხარ ლიბერტიში პირდაპირ თუ იმეს უშვებ? ეს მას უშვებ თუ შენ დადიხარ ხომ ამ ლიბერტიში ფულს ესაგებად? არც აუღია ბიჭო, დაგროვილი აქვს. რატო? წლის ბოლომდე აგროვებ რომ მე რამე ტელევიზორი იყიდო ან რამე იყიდო? რომ მიდის ხოლმე პენსიის სასახებად იძახენ ახალგაზრდა თქვენ რა გინდათ? ლიბერტის მარშრუტკა მოხდა. არა მოიცადე, აღრავინ არ გაიცინებს ახლა. საყიდახ. აი ჭრეხავ თან უნდა ყვავილი მესროლს და თან მოსწონს ის ყვავილი. არ გესური კაცო, შეჯე მეგობარი რა თუნდა გიას პენსია თითოეულ ლაივზე 15-16 ბოკვერს ურტყავენ. გუშინ ესე ვიჯექი და $1800 დამიტყა ადამიანმა. 1800? აი ესე ვიჯექი, აი პროსტა так. ვინ არის? გამახარა, ვინა მაგას ვერ გეტყვი. შტერო. აკაურია თუ ამას ფული უხსენე ეგ კონტაქტები უნდა ხო ხედა მითხარი ვინ არის ხო მოიცა ამ TikTok-ში როგორ გირტყავენ იხდიან თუ რა ხდება ანუ საჩუქრები დამეტყა უბრალოდ ზიხარ და ფულს გირტყავენ ესე რამე კოცნას აგზავნი რა არის კოცნებს აგზავნი ხოლმე თუ როგორ არის კოცნას როგორ გა გია კოცნა გამინ ესე იგი სიყვარულში გავიგე რომ არ ყავს ესე იგი მე ვიცი რომ ყავს არა შენ თავს გეფთები ეს შენი ყოფილი შეყვარებული დაგი ვინ ყოფილი შეყვარ რას გადამეკიდა მეუღლე იყო ჩემი 15 ვაიმე მეუღლე იყო აბა ეგ კი არ ვიცოდი მე მეუღლე ერთი ვიცოდი ამერიკაში მაია ხო ვაიმე მაია როგორ ახლა ჩემო სიყვარულო მადლობა რომ ესე გიყვარო მაია ყოველთვის ჩემი სიყვარული იქნება ყოველთვის. თან ინტერვიუ რომ მისცა შენზე როგორ კარგად გიხსენიებს და ძალიან უყვარხარ. რატომ უნდა გავეხსენო? მოიცა რა მითხარით ზა მაიაზე ხარ რადგან შენ გაიხსენ. მაია არის ჩემი
ძალიან მაგარი შვილის დედა. ნამდვილად. სოფლიო მიცის რა შვილი მყავს და რატო დაშორდით ერთმანეთს? არ დავშორდით. ეხლა ქორწინებაში რა შენ რაღაცებს შორდებს სატელეფონო აგდებ. კომუნიკაცია. მოიცა, დაგი არის მეორე ქორწინება. ეს თანამედროვეთ. ეს დაგი კუდებაო. ბაიმე. ეს დაგი კუდებაო, ჯადო გაუკეთა გიამო. ესმა. მართალია? და ვისთან დადიხარ? მარნეულში დადიხარ ამ ჯადოებზე თუ სადაც? ხო, მარნეულში ასარა. თუ ესმას ახარშინებს სახში რაღაც. ბაიმე! ესმა მოხარშე! ეს უნდა მოკვდე. ესმა იმ დღეს ქვაბი გამომართა, რაღაცა დიცხარშავ. ესმა ეს უნდა იცემოს. ისე რა მითხარი? ვიქალზე ხელი აგიწერია? მაიას ერთხელ დავარტყი. უი, რატო? არ მახსოვს. მე არ შემოგიბრუნა ხელი არ დაგარტყო? ბაიმე. აი ძალადობა. ხო და ანუ ეს რო დაარტყი მან არ დაგარ. მე ვიცი რომ დაგარტყა საპასუხოდ. გააჯექი რა. არა? ხო დამარტყა ლოგინში. მართალია ის ამბავ რომ სტიუარდესა გიცემია. არა, ფრენის დროს ბორდ გამცილებელი. ხო, მიჯექი. სტამბულში მიფრინავდი და ხო არ ვიტყოები. ძალიან მაგარი თვალი ვარ რა. მერე? და მომინდა სიგარეტი. მერე? არ გაბაბოლე. ისეთი ამბავია და არც ვიცოდი ხახო აი ნუგოს გაფიცებით. ჟორჟოლიენი ნანუკამჯდა რა უკან. აი ესე მოვწიე. ნანუკა ჟორჟოლიანს დაარტყი თუ ვერ გავიგე? არა, ყოდა ჩავდივარ უკვე ჩავფრენდით და აი გეგონებოდათ ხახო რომ ვიღაცა დაიჭირეს რაღაცა სასწაული. არტი. პოლიციის მანქანები და სხვათა შორის მე ნანუკა არ მიყვარს. ეს ადამიანი არ მიყვარს. რატო? არ ვარ. ნანუკა ჟორჟოლიანი, რატო? მართლა? არა, ნუ აი არ ვარ ამ გოგოსთან ახლოს. ახლოს არ ხარ თუ არ გიყვარს? არ მიყვარს. რატო მიზეზი? არა, არც მძულს. უნდა არ დაგადაკაროს. მიყვარს, ეს ხალი არ მიყვარს, ადამიანი არ მიყვარს. ოი, რა საინტერესო. და წამოვიდა იქ ძაღლობაში, თუ რა ქვია, გამოყვა დასახმარებლად. რა საბო? აბა, რისთვის წამოყვა? წამოვიდა. ვაიმე, ისეთი ამბავია, მთელი თვითმფრინავი, აბა. და ამტყალე, აი. სულელების ქვეყანა ამოწიეს და ვინა სურამელაში რომ მოხდა. რა ქვეყანაში იყავი? საბოლე? და ამ ქალს როდის დაარტყი? რა მომენტი? დარტყმის მომენტი? ნანუკა არ მოგეხმარა, არ გიშველა? ნანუკა რაში მჭირდება, მე ვარ მთავარი. აბა გამომყვაო ნანუკაო. გამომყვა ეხლა. რისთვის გამოყვა? გვიჭო, ტრაპთან დავხვდა 5 მანქანა იმის პოლიციის. ხო და დასახმარებლად გამოვაი. კლიშავ ეხლა მაგას. ეგ მეჭედი არ მომწონს მე წავალ. იმ ხელა გიკეთია. ისე ჩემ მოსავლელი იქნები, დურა. აი. კია, ციხეში რამე ჯექი რო ჩახვედი თუ მინდა გიჭერდა ეხლა შენ რო უთხარი გია ვარ სულამელაშვილი. ანუ გაიგესო რომ გია ვარ სურამელაშვილი იქო. ჩამიყვანეს, მიმიყვანეს. გუბში ამოყარო ჩემი შიშველი ფოტოებიო. ვაიმე, სადა შიშველი ჩემი ისტორია ეგ, ჩემი ისტორია. მე რო გამაჩერე საზღვარს და რო უთხარი ჩაწერე ჩემი შიშველი ფოტოები ამოყარა. და ეგრევე გამოგიშვე სახელი და გვარი რო უთხარი. გვარტრი ბიჭო. ამოწიეს ყველა. ისე დალევა გიყვარდი შემიხადეთ. არა, ოქთხელი შონახა. ნარკოტიკი თუ გაგისინჯავს, მომხმარებელი თუ ყოფილიყარ. არც პლანი არაფერი. ეხლა რომ მოგაწევინოთ. და პასკა, ეს ცოდვა პასკა. არა, პასკას ვუჩარ, ცოდვა. პასკა. მე რამე სხვა რაღაცა სხვა. ყველაფერი კარგად იქნება. აჭამეთ ხილი, გააკნატო, ნეკნატ. კბილები კი გააქვს ეხლა, შაწიკწიკებული ნახე. 40 კბილი აქვს. კოკაინი არ გაგისინჯავს? ეგეც. კოკაინის გაგისინჯავს? მე კიას ისეთი ცხოვრება ქონდა, აბა შენ გაქვს საწყალი ცხოვრება თორე კოკაინი და ყველაფერი ცეკვემა გაზიჯო. ეხლა მოსკოვში ცხოვრობდი. არადი მიმყავდა. მოსკოვშიც. ყველგან. რამეს ის საპენსიო პარადი თუ რა პარადი მიყავდა? ძალიან მაგარი პარადი მიმყავდა. დურა, დებილო. რის ეს საარჩევნო რამე? ყველაფერი. თუ სილამაზეს, მომღერლობის, მაკაცობის, ახლობლობის. კოუჩი იყავი? აგერ ზის ახლა ეკა და ყველაფერი იცის. კოუჩი იყავი?
ძალიან მაგარი იყო ყველაფერი. ეხ რა მითხარი? სადაც ყველაფერი შოკი იყო, იქ მღეროდი მე. რა გამახსენდა იცი? მოსკოვის ამბავი გამახსენდა. დავარტყი ხელი ეს პირდაპირ გაეთრია. რა, ლუბას და ლუბაუსპენსკაია. ძუძუებში თუ წახვე. ვაიმე, ძალიან აძალად ეს ხარ იმის აღარა მაქიმი რა. მოგაგისტორე მე. გია, პუტინს იცნობ თუ არ იცნობ? რა მითხარი იცი თურქებში დაარტყი ლუბას ესე თუ როგორ? ისე რა მოხდა? ძალიან მაგარი ადგილია გვერკიდვა. აო. ხელ ლუბა გვიყურებს. ლუბა გვიყურებს სულ. ამ ჩემ ფეხებს ახლა, არა? იქ მღეროდი ძალიან, ნუ კაროჩე რა. მოკლედ. ეს კალბატონი მოვძანდა დებილი დურა. ლუბა. დურა ეგ. მე მათ ვერ დავჭდები. მე მარტო ჩემი ცალკე ის მინდაო. შენს გვერდზე ვერ არ დავჭდებიო? კალთაში უნდა და ჩამჯდარიყო? ამ ცარიცა ტამარა ქვია, ცარიცა ტამარა ეკა როგორ აქართული. თამარ მეფე ქვია პადმასკოვიაში ხალხო. შევა გააფრინოთ. სად მოხვდიო იტყვით? ვერ გეტყვით რა სასახლე რესტორანია. და რა უნდა და კალთაში უნდა და ჩამჯდარიყო შენთან და არ ჩაეში. ვაიმე დედა. ვაიმე როგორ ძალადობს ღმერთო პოლიცია გამოიძახა. ძალადო. მერე შინარ გაიხარე, არც გაიხარე. სახელო აღარა გაკ. შემოგაგლია. გაისწორე მკლავი ლამაზით ეს. დაანებე ხელებს ნახოს რომ ახალგაზრდა ხარ, ცუცყვი. ვითომ უსწორებს და თან ესე უშვები რა. მე თუ ეს არ დავაოჯახო ამ გადაცემის მერე აგერ ნახე ოჯახისკენ დავაოჯახე. განარაკიდან არა ჩანს. ხო და მერე? არაფერი ბიჭო და ეხა ჩემი ოთახია, ეხა ძალიან დიდია. ამას კიდე ერთი ნახევარი რომ მიამატოთ ბიჭებო, აი მართლა ვამბობ, არ ვღარაობ. ეს იყო შენი ოთახი მარტო. დიდი ოთახი, თავისუფალი ტუალეტებით, ნუ კაროჩე რა. ხო და ეს დურა მოვიდა შენთან ოთახში? შემოიყვანეს და ის უჭუჭუ უნდა და? არაფერი, ნუ ახლა მაგას მოითხოვა თავის. ეხა რა მითხარი იცი? მე არაფერს არ გაიყვანეს, აი ჩემ ერთ შვილს გეფიცებით. ხო არა? TikTok-აკია დურატი ნაბიტაია, ახლა როგორაა ეს? შემიხარ შე დებილო შე. ნაბიტაია როგორაა ეს ეკა? ნაბიტაია დაცემოთ რაღაცა, ხო? ეს იცი ვინ არისო? გია, ისე ყოველთვის დაყვება დაცვა. მაინტერესებს აი შენ უხდი თუ სახელმწიფო გიცავს? არავინ არ დამყვება, ნუ მოგაქვთ სისული. ეხა აღა ესმა დაყვება და ეხა ესმა თუ დაცვაში ყავ. ესმა დაცვა იყო. ეხა ერთი კაცი ისეთი მიაყუდა, გადი არ მიეკარო, რომ მე დაცვა. რა მითხარი, იცი? მოსკოვის ამბავი არის ერთი გახსოვს ძალიან ძიმე რომ გაგიტაცეს, რომ გაგძარცვეს და არ გინდა ეგ ამბავი? ხო. კაი. ხო გაგაფრთხილე, რატო გაგძელიენა? მინდა ექსკლუზივები და რა გავაკეთო? ექსკლუზივი და ის ტირი? საფეთქი მინდა. ტირი? ტირი არა ყლე. ცრემლი გია? შრალი სალფეტკი. ცრემლიგა? ცრემლი იქნება, ეხლა მოგიტყვნა დამსმე. შენ თავზე როგორ შილბეგით რაღაცების თქმა? კიდე კარგი, მე რა მაყვირებს. დროულად აგაჯმევინე ჩემი ცხოვრებიდან, გაგაჯმევინე. თორე აყრავდებოდა ჩემი ბრილიანტის ოქროს ცხოვრება. ნეხვის სუნად. და გამოდის რა? რომ ნეხვი ხარ. ეს აღიარე, რომ შენი სიყვარული ვარ. შეხარ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული. შენ იცი რა ხარ? შეხარ მანათობელი. აი იმ დღეს მე და თამაზე რომ ვიჯექით და საუბრობთ რომ გია მოდის გადაცემაში და ქვეყანაში რომელშიც სინათლე ძვირდება, ჩვენ არ შეგვეშინდა, რატო იცი? შენ ისი ანათებ რომ სინათლე არც არის საჭირო. არასოდეს არა ამოჭრი მოგიტყვი. რას? ამ ადამიანს არ ამქვეყნიურად უყარვარ. კი. ვა ბა ბა ვა ბა 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 ვა ბა 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 ლა 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 ის არის პუკ არ მეც კოცე გამოგიგზავნე დაიჭირე აი არის გასკდი გულზე შენ გამომიგზავნე კოცნა მიდი მეტი დარდია მე მგონი ზედ მეტი ვარ და ჯობია გავიდე მოიცადე არა სიყვარულო მე მას უფრო სიყვარულს უხსნი ვიდრე მე ამის სიყვარულის ისტორია არის ცოდები არა უი დურა მე მეგონა რომ სოფლიოში შევძებეთ არავინ არ უყურებს მოიცადე რა მითხარი ახლა ანუ შენ საქართველოში ხარ თუ არა ყველაზე მანათობელი ვარსკვლავი რატო არ ვიცი რა არა გეკითხები ხარ თუ არა არა მე საერთოდ მოიტანე ახლა აბა შენზე მანათობელი ვინ არის ეს მაგარი ყლეული ისაა კითხვა არა შენზე მანათობელი ვინ არის ყველა ჩემი კოლეგა ჩვენ თვლითო შენ ხარ ყველაზე მანათობელი არ ვიცი ახლა ხალხი რას თulis არ ვიცი მაგრამ აი გეოვნები
სანამ შემოხვიდოდი მიხაუსი ანათებდა ჩვენთან. ეხა შენ ანათებ. ყველა არის ჩემზე წინ, ესე ვიტყვი. რა ვიცი, მე ყველა მიყვარს, ვინც ძალიან მაგრად მუშაობს. ეხა რა მითხარით შენ? გავიგე რომ მოკლედ რაღაცა გამოკითხვა ჩავატარეთ ჩვენ. ამ ჩემ ფეხებს ახლა გამოდი. შენ გასახელებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ცეცხლოვან სექსუალურ მამაკაცად. ეგრეა ხა რა. მე მეგონი შენ იყავი ნაზღო. ანუ მე ვიყავი ხო, მაგრამ ნუ ეს გამოაცხადეს მე. შენ არ ხარ სიაში. ისე მაინტერესებს რა პრობლემა მაქვს გია რომ მითხრა. მან. ეს შენ სექსი გიყვარს? ეს აი ორი ხნიერი კაცი რა დღეში ხარ? სულ სექსი და სექსი. გიყვარს? თუ აღარ მოგბეზდა. ეხა ზაფხული მოდის ბავშვი სექსი აღარ იქნება. გიყვარს თუ არა სექსი? მიყვარს სექსი. პროდიუსერი, ეს მასის კია, მარა. სათქონია განსხვავებული სექსი. ეხლა არ მოვიდე. სექსი. განსხვავებული დასამახსოვრებელი. კი, ეხლა უკან არ გადავა. რატო? სათქონია სახლის გარდა სხვაგანსად მე გქონია. ой, მე ის რა გლეხია, მე სათქონია. მანქანაში მქონია. მანქანაში? მანქანის კაპოტზე? შენ გააკ ადრე ნათქვამი ერთ-ერთ გადაცემაში კაპოტზე. კია, წინა თუ უკან გადახვიდით. აი ბოდიში აი რაღაცას ისეთი. ხო, სად იყო? ლიფტი მქონია. რამდენი სართულიანი იყო ეს ლიფტი? ანუ წესი ჩვენ და 8 სართულიანი და რა მოასწარე? ხალხი ჩანდები დგას და კი ადის ჩადი. გააჩერა. ლიფტი გააჩერა. რომელ სართულზე შეუსრულე? მე-15. მე 20 მე რა. ანუ რამდენი წამი გრძელდებოდა რა სწრაფებით? ატკუდეასნაი. ანუ პირველი და მე-15-ზე მე-15 სართული თუ არის ახლანდელი ამბავია, იმიტომ რომ ადრე ხო არ იყო ამის ახალგაზრდობაში 15 სართულიანები. არა, მოსკოვში მოხდა ეგ. მოსკოვში დიდი კორპუსები კი არის. იქი ამოიღლებოდი აბა სანამ ავიდოდა ბოლო სართულზე. რა ქვიოდა ისა? უკრაინა სასტუმრო. ხო ეკა? ხო. ეკას ასეონები ვერ ეკა გააჩერა ლიფტი. შენ არის? ეკა აჩერებდა ლიფტს. არა, მე ჩემი მეგობარია და იცის მე რადონის სასტუმროებში თუ ყოფილი. გავიგეთ, მაგრამ ეკა იყო იმ ლიფტში, ვერ გავიგეთ თუ ლიფტი მეთქი. ხო იცი რა. გია კიდე სათქონი აზარჩი შევედი. როგორ უყვარ ვარ. სასტრაფოს მანქანაში სათქონია კიდე? ეს მე თქვა სასტრაფოს მანქანაში ქონდაო. მართალია იმასთან. მე თანგ ვითომ გულის ტკიოდაო და მე დაო მიაგრიალაო. ეს მე თქვა რომ სასტრაფოს მანქანაშიო. სექსი. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. გიაზე ამბობენო რომ ძალიან ავიაო. ყველამ გააჯვეს ჩემი ცხოვრებიდან სანამ არ აგრილდება. სანამ არ გაეთარება ეს სიცხეები. გააჯვას ყველა, არავინ არ დავინახო საერთოდ ჩემს კარებთან. ავივა, ხო. და რატო ხარ ავი? არ ვიცი რა. აი უყვირი ეჩხუბები არა. შენ ეს მაყავს ამომწარებული. არა, რატო? ანუ სუ ეჩხუბები ეს აი ნახეთირის თუ არა საჭირო. არა, არავის. რამდენი წელია ეს მას ერთ მოდიხართ მეგობრობთ? 25 ხო ეს მათო რა? მეტი 20. ეს მას სამუდამო გაქვს მისჯილი ჩემო. ხო, რა ვიცი. პასპორტი წაართვი? ჩემი გული, ჩემი სული, პასპორტი გაქვს წარწმეული ეს მასი გადახეული გაქვს არჩე. ტრაფიკინგის ფერპლია. მოიცა გაიცე სუ. ეს გაიცინე? ნახე. ჩვენ გვეუბნება რა არის? ადრე რაღაცა ტელევიზიაში რაღაცა კომედი იმას, შენი და ეს მას სკეჩები რო იყო, მაგაზე თუ ბრაზდებოდი. მაგიტომ არა, გავბრაზდი, იმიტომ რომ აი უნიჭო გაკეთებული რაღაცები არ მევასება და ერთხელ გავაფრთხილე, ორჯერ გავაფრთხილე. მე ცხოვრებაში არავისთვის არ მიჩივლია დაუბერდი ადამიანი. და უჩივლე? ვის უჩივლე? ჩემ ადვოკატმა უკებს სიო შეაჩერეს ამათი ყლეობა, ამათი უნიჭო რაღაცები, იმიტომ ეს მაგალანძღეს ვასო ხაღაძეზე. და აი დღეს პარასკევია. ვასო ხაღაძე. როცა ვლაპარაკობ. TV პირველი ღამის შოუ. დღეს რო ვლაპარაკობ, ხო? და ხვალე რომ დაგავის ეს ეთერი. ხო. ის ჩვენზე იყო. ჩვენზე თელი ეთერი. და ვასო ხაღაძეს უჩივლე. შენ კიდე შოუ ბიზნესის ადამიანი ხარ. ეს რაღაც გაასარჯეს. მართლა? რა სამი ჯარი წოდი. ჯვარი მწერია ისე მეშინია. ხო და მომიჩემა, ახლა TV პირმა აგერ დამახტით, მიყვარხათ უზობოთ, პატივს გცემთ, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევით.
აი მაგათი ღირსი ხართ ეხა თქვენ ვინც ყავთ ანუ სიყვარული დაგახტნენ თუ როგორ ეს მეც როგორ მომწარებული იყურება გაბრაზებულია ეს სხვანაირად თქვი რა გია ხო აი ადამიანები რომლებიც აი ეს არა ის ძალიან ცუდად არა მეც გავბრაზდი რომ ეს მასკეტში რო იყო ესმა ცუდად იყო მე მეორე მეგობარი ცუდად იყო ის სკეჩი გააკეთეს ესმა აი უნიჭოთ გიორგი აი კი არ ვღადაო ძალიან უნიჭოთ გააკეთეს ადექი გიალო ადე ფანოღის ფარაონო რატომ აღვიძებ რატომ გაეთრიე მეძინება ვინ არის ჩემი დახატული ვინ არის მე ვარ ვინ ჩემი დაკალმული მე ვარ ჯერ ეს ბიჭი არის საერთოდ უნიჭო ეს ხომ მსახიობი არა დებილი ხალხაზე ეს არის აი დედა რა სიტახი ხო და ამის გაკეთებული ჩემი სკეჩები ხო სულელი რაღაცა ეთქობა სულში აქ ეს რაღაცები რომ უნდა რომ გამოიპრანჭოს და პომადები წაისოს და რაღაცა უნდა ეთქობა და ვერ გავგიე რა უნდა ეხა გია რომელი კითხვა უნდა დადის აი საიდან მოგდის ეს იდეები უცბად ვიდეოს რო ჩაწერო მაგალითად აი ეხლა აღარ მინტიხარ რა დრო სიყვარულია ბაბანაკება ზაფხულში არა არავითარ შემთხვევაში შემოსაყვარელო ისე მომწონხარ კი უბრალოდ დავიწყოთ სიყვარულის ათვლა სექტემბრის ბოლოდან რომ აგრილდება ოკეი აი ეხლა მინდიხარ და მოდი ეს ნაღდი ამბებია ნაღდები მე ძალიან მიყვარს ერთი ადამიანი 15 წლის განმავლობაში აი რო ეუბნები რომ ძალიან ცხელი და შეთასექსი აღარ მინდა აგრილდა და მოდი ამ ყველაფერი ჩემზე ამბობო ბაიმე ხა გავიტრუნე ანუ სხვაზე წათქვი რა და მე რენა ეხა ამ ყველაფერი ჩემზე ამბობო ბაიმე შეიხია სურამალაშეს მოიც მე რე აი ეს გავაკეთე გადავწრბე ხო შეზე ბამბობ მე არ მოგიოდა სახში ხარ მთელი ცხოვრება მე სამხრივად გიყვარს არა ორ მხრივია ბიჭო მოიცა ვერ გავიგე მარტო ვარო და მიყვარსო და ვეღარ გავიგე რა ხდება რატო უნდა მოგიყვეღა ვინ ყავს მე საყვარელი აჰა ყოლია ეგ ვიდოდა რომ გამეგო ესე იგი შენი გული დაკავებული იმას უყვარს ეს უარს ეუბნება კაი რა მითხარი სათვალისად თუ არ იხსნი ყველგა დაინახე რაღაცა წაინე მოიხსნა ეს ათვალი და რა ლამაზე თვალები აქვს ამას ხო მეტი ნიჭი არ გააჩნია და რატო არ იხსნი რომ მოიხსნა და დაგვენა აი მე დამე მოიხსნა როცა დრო იქნება მოდი თვალებში მოიხსენე და თვალებში შემომხედე ახლა გულწრფელად შემომხედე თვალებში შემომხედე მე ვიცი როდი შემოხედა შენ თვალებში როდი არ მოიხსნე ჩემ გამოსათვალეს ეხა მაინტერესებს შენ გაჩუქეს ბინა მანქანა გაჩუქეს ავტომობილი მანქანა გაჩუქე რა ბინა ბინა არ უჩუქებია მე ვიცი როიალია ჩუქეს გონი ძალიან მაგარი თეთრი ვინ ჩუქნის მაგ საჩუქრებს მე რა ვიცი ფანები არიან ყოფილი შეყვარებულები საყვარლები ადამიანები მე რა ვიცი ძალიან მოიწვინა ხე შენ ხო რავი რატო მეგონი ძველი სიყვარული რო გაგახსენ და გული დაგწყდა რატო გამახსენდა ძველი ახალია ბიჭო სიგიჟევდა მიყვას ადამიანი აჰა გავედით როგორც იქნა ბოლოში თინეიჯერი 42-ის გახდა 15 მარტს 42-ისა შენ ხელა ჩემ ხელა შენ 41-ის ხარ შენ ხო არა ხო ბიჭო მითხარი რა გაქვს მინუსი აი ცხოვრებაში რა ვიცი მამიკო აი რა გაქვს ეხა აი მინუსი რა გაქვს რა ქალო რა შანსი უნდა მისცე ადამიანს რომელიც ერთხელ ესე ჩააჯვა ეგ არის სამში გზელის ღირსი ეს ნაბოზარი ეს უჟმური ხასიათი გაქვს ეგ გავიგეთ არა მინუსი ეხა არის ხო ძალიან ცუდ ხასიათები მაგიო ხო იცი შენ და რატო ხდები ცუდ ხასიათი ეს არ ვიცი ხა რა გითხრა მამიკო ბიპოლარული აშლილობა გაქვს არა ხა რა აშლილობა ცუდი ხასიათის ადამიანი ვარ საერთოდ ძიმე ხასიათი ხო ეს სულ თავიდან ესე ქონდა ახალგაზრდობიდან სულ ამ პრობლემა ხო არ შეუქმნა შენ კარიერას უფრო შეიძლება წიწასულიყავი შეუქმნა კი ოჯახში შემექმნა მაიასთან შემექმნა ნანობ მაიასთან დაშორებას არ ნანობ მე მინდოდა ესა მაია იძახის რომ ხელი არ გაქვთ გაწერილი რატო არ აწეთ თუ დაშალილები არა ხო რა ვეძებ
ამერიკის ვიზა გინდა? მაგ. გააქვს? შეში ხოლა გოგ. ბიჭო, ყოველ წელს დადის, აი რას ეუბნები? კონცერტები აქვს ამერიკაში. დებილია, მოდებილოა ეს. მოყვა სახში შენ გიორგი. სახში მოყვა. კაი. ამდენი წელი რო ინარჩუნებ პოპულარობას. რა უნდა გავაკეთო, რომ შევინარჩუნო? შეინარჩუნებთ იმით. ყოფილებს უნდა გაუკეთო ჯადო და ყველა მოკლა. ბაიმე. ეს მაგ დასცინი ხო ეხა? ეს მაგ ეგრე არცინებს ეს მარიცინს ეგრე. ჯადო რაში ესე იცინეს აგე. ვისი? ჰა? შეუბედე. ფერდავი ვისი რა ხარო? რა მითხარი? ეგონაიცე. ფული ჭირდება? არა. ტაქსის ფული არა გაქვს? არა. ეხლა გამოვიდა ცხენი? მომე. კი. მაშასე მეგობრებო, ეს იყო ჩვენი გია სურამელაშვილი. არ ვიცი თუ გაგამხიარულეთ და მე ფიქრობ რომ ყვავილებში მოვაქციოთ კიდე უფრო მეტად. მიდი. ვაიმე. აი ეს მიდი ყვავილებში. საჩუქრები ამით არ თავდება ჩვენი სპონსორი Flame Food-ისგან ვაუჩერი და შედგავს მეგორი ნაზღო რაღაც საჩუქრა. და ჩემგან შენ კიდე გადაცემა სარკასტიკიდან აი რა ჩემო სიყვარული რა არის? ესპანური შუშხუნა შამპანიო რომელიც არის საქართველოში და ეს არის ერთი წელი ეგზემპლარი რომელიც გაქვს შენ. მადლობა გენაცვალე. შენ კოლექცია შეემატება. არის შენი. მადლობა. მაშასე გადაცემა სარკასტიკა ამით დასრულებულია. ჩვენი სტუმარი იყო გია სურამელაშვილი და შევხვდებით მომდევნო უშაბათს მომდევნო მაგარ სტუმართან ერთად. ბაიმე. რა სიღებდი შენ? Na 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 na